აფხაზეთის თანამედროვე მხატვრები ასე ეწოდება ალბომს, რომლის პრეზენტაცია ვალერი არქანიას სახელობის არტ-გალერეაში გაიმართა. ალბომი, რომელიც აფხაზეთის მხატვართა კავშირის ინიციატივით და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის მხარდაჭერით გამოიცა, დევნილობაში მოღვაწე მხატვართა შემოქმედების პოპულარიზაციას ისახავს მიზნად. მასში შესულია სხვადასხვა ჟანრში მოღვაწე ყველა თაობის მხატვრის მიერ ბოლო 20 წლის მანძილზე შექმნილი ფერწერული, გრაფიკული და დეკორატიული გამოყენებითი ხელოვნების ნიმუშები. ძალიან ბევრი მხატვარი მუშაობს მიუხედავად მძიმე პირობებისა, რასაკვირველია დევნილობაში, მაგრამ ქმნიან საინტერესო ნამუშევრებს. მე კიდევ ხაზს გაუსვამდი იმას, რომ ძალიან ბევრი ახალგაზრდა მხატვარი მოდის, რაც ყველაზე დიდი იმედია მომავლისა და ამით უნდა დავადასტუროთ, რომ მომავალი გვაქვს. 56 მხატვარი, ასე ვთქვათ, ყველა თაობის, ფაქტობრივად ყველა მიმართულების, ჟანრისა და ასე ვთქვათ, ასაკის. ეს წიგნი მეორე წიგნი არის. ეხლა ამ 20 წლის განმავლობაში ერთი გავაკეთეთ 2007 წელს, მაგრამ ეს სრული არის უფრო და სერიოზული ნამუშევარი. და აქ შევიდის როგორც ახალგაზრდა, ისე ასაკოვანი ხალხიც. მადლობა მინდა უთხრა ხელოვნებს, რომ ისინი ამისთანა სილამაზით გვანებიურებენ. ძალიან კარგია, რომ პრაქტიკულად ყველა თაობის წარმომადგენელი ამ კატალოგში, რომელიც დღეს პრეზენტაციაზეა გამოტანილი. როგორც ახალგაზრდები, ისე ხანში შესულები, უკვე გამოცდილი მხატვრები, მოყვარულები, პროფესიონალები, ამ ნახატებში ძალიან ბევრი თავისი ავტორის სული ჩანს, მათი მეობა ჩანს და მათი ის საერთო პრობლემა, რომელიც ჩვენ გვაქვს, როგორც ქვეყანას, როგორც რეგიონის წარმომადგენლებს. ერთ სიტყვით, ეს არის ლამაზი დღე. 2015 წელს შესრულებული საუკეთესო ნამუშევრისთვის ფერწერის, გრაფიკისა და გამოყენებითი ხელოვნების დარგში აფხაზეთის მხატვართა კავშირის სპეციალური პრემიები გადაეცათ მხატვრებს დავით ბაძაღუას, ნინო ჭედიასა და ნანა ფანგანს. პირველ რიგში ძალიან მოხარული ვარ, რომ ამ გამოფენაში მივიღე მონაწილეობა. მომათავსოთ მხატვარს შორის ერთ-ერთი და გასულებით უფრო სასიხარულოა, რომ გამომარჩია სამ მხატვრებს შორის და მადლობელი ვარ. ძალიან კარგია, რომ სთხოვნისძიებებს აწყობენ. ეს არის სტიმული არის. გარდა იმისა, რომ წიგნი გამოიცა, აფხაზეთის მხატვართა კავშირმა დააწესა აფხაზეთის მხატვართა კავშირის პრემია წლის საუკეთესო ნამუშევარი 3 ნომინაცია: გამოყენებითი ხელოვნება, გრაფიკა და ფერწერა. ფერწერაში მე მქონდა სურათი წარმოდგენილი, ჯიბით მოსაყოლი, ასე ქვია ამ სურათს და ჟიურის წევრებმა გადაწყვიტეს, რომ ამ ნამუშევრისთვის მიენიჭებინათ წლის საუკეთესო ნამუშევარი, რისთვისაც დიდ მადლობას ვეტყვი ადამიანებს და მეც ხმაყოფილი ვარ.